მეორე პირი, ვინც არის ჩვენთან სტუმრად ახსნა განმარტების მოსაცემად, გახლავთ მოქალაქე ჯემალ ციკლაური, ის წარმოადგენს საქმე საკუთრების უფლების დარღვევასთან და არა მხოლოდ მისი უფლებრივი მდგომარეობის უხეშად შელახვის ფაქტებზე გაგვესაუბრება და სამდივნოს ვთხოვ, რომ თუ ბატონი ჯემალი უკვე მოგბრძანდა, მოუხმონ მას დარბაზში, შემოაცილონ და თხოვოთ მას, რომ დაიკავოს მისთვის კუთვნილი ადგილი. ამასობაში ჩვენ საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჩვენი სხდომა გადაიცემა პარლამენტის ტელეარხზე. ეს არის საქართველოს პარლამენტის სატელევიზიო არხი პირდაპირ ეთერით. მისი თანამშრომლები ჩვენზე ზრუნავენ ყოველდღიურ რეჟიმში, როცა სხდომას ვატარებთ და მათ უნდა მადლობა გადაუხადოთ და ასევე მაესტროს ტელევიზიას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემს ჩვენს სხდომას. ბატონი ჯემალ ციკლაური მოგბრძანდა, მოგესალმებით ბატონო ჯემალ. პროცედურა გახლავთ ასეთი, პირველ რიგში მადლობა მოგბრძანებისთვის და უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ ამ კომისიის წინაშეც რო ახსნა განმარტების მოცემა განზრახ არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება უარი პასუხზე კითხვაზე გახლავთ ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ის რომ მე იმის შესახებ რომ მე თქვენ გაგაფრთხილეთ და თქვენ ეს მოისმინეთ და გაიგეთ, ამის დასტურად გთხოვთ თქვენ ხელმოწერას იმ დოკუმენტზე, რომელიც წესით თქვენ წინვე გიდევთ და შევსებული უნდა იყოს, იქ წერია თქვენი გვარი, სახელი. მე მგონი, აი მარცხენა ხელი სადაც გაქვთ, იქ უნდა იყოს ეს საბუთი, აბა დახედეთ ან მარჯვენა ხელთან. სადაც თქვენი გვარი და სახელი წერია, ბოლოში ხელმოწერაა და იქნებ მოაწეროთ ხელი. კალამი თუ არ გაქვთ, თქვენ ხომ გაქვთ კალამი, ათხოვეთ. ხელი მოაწერეთ, როგორც აწერთ ისე. თავში ხომ წერია თქვენი გვარი და სახელი. გაფრთხილების ტექსტი წერია ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო. კარგი, ბატონო ჯემალ, მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ასეთ ფორმატ შემოგთავაზებთ, რომ თქვენ 10 წუთის განმავლობაში, თუ გნებავთ 15 წუთი, თავისუფალი თხრობის რეჟიმში რომ გითხრათ რა და გატყდათ თავს იმ დროს და შემდეგ დავსვამთ კითხვებს. გთხოვთ. სანამ თხრობას დავიწყებდი, ორი განცხადება მინდა გავაკეთო თუ შეიძლება. აწიეთ მიკროფონი. ორი განცხადება მინდა გავაკეთო, სანამ თხრობას დავიწყებდი. ერთი ის რომ რასაც დღეს თქვენ მოგითხრობთ, ყველაფერი გამყარებული არის. ვიდეო მტკიცებულებებით პროკურატურაში ეს გამოძიება მიმდინარეობდა 2012 წელს რომ დაიწყო ქართული ოცნების მერე და ეს ყველაფერი არის ვიდეოთი და ყველაფერი რასაც ვიტყვი აბსოლუტურად გამყარებულია ფაქტებით. და მეორე, ბოდიში უნდა მოვიხადოთ, აი სულ გადატანილი ვარ და შეიძლება კაფეოთ ვერ თქვა რაღაცა და ბოდიში ვიხდით ამას. მოკლედ, ჩემი საკუთრება გორის საკოლმეურნეო ბაზარი შევისყიდი 1996 წელს კონკურსის წესით. იქ იყო დამწვარი იყო ეს ბაზარი, ვისი აღდგენა მქონდა დავალებული და რა თქმა უნდა შევასრულე და მუშაობდით. 2004 წლის თებერვალში, დაიწყო უკვე ჩემზე ზეწოლა, სააკაშვილის ხელისუფლება მოვიდა. მოკლედ დამებარა მიშა ქარვანმა გუბერნატორმა და მითხრა რომ უნდა დათმო ობიექტი ჩააბარო სახელმწიფოს თუ არა და პრობლემები გექნება. მე რა თქმა უნდა უარი ვხარ, იმიტომ რომ რა უნდა დამეთმო არ ვიცოდი, მაგრამ დაიწყო აი სერიოზული როგორი მაგალითად იცი რა ქუჩაში რაღაცას ყიდიდა და უშოთ თებს ყიდიდა ჯემალ ციკლაურის მაფია აცხადებდნენ ტელევიზიაში ჟურნალისტები რაღაცები. მოკლედ ამის გამო გადაწყვიტეს შემოსვლა ჩემთან საწარმოში და შემოწმება ჩაეტარებინათ, მაგრამ მე მოთხოვე სასამართლო განჩინება და არ შემოუშვი. ამის მერე
ჩდება ესეთი მომენტი, რომ მეძახიან სამსახურში, რომ ჯემალ ვიღაცაა შემოსული და აწიოკებს ბაზარს. გამოვიდი შევხედე და მიშა ქარელი, გუბერნატორი, გარშემო ყავს პროკურორი, გარშემო ყავს ტელევიზია, ყველა ის მათ ემორჩილებოდნენ მაშინ და ეგ არის 2004 წელი უკვე თებერვალი. ხო და თებერვალის დასაწყისი იყო. მოკლედ წარმომიდგინეს ისე და მოკლედ აწონეს მოხუცესთან მივიდა ვიღაც ალუდა ჯოხაძე, რომელიც შემდგომში დანიშნეს კრიმინალური სამსახურის უფროსად, ალუდა ჯოხაძე ეგეთი, ამის მერე უკვე და შემდეგ თაღლითობის მოხდით დაიჭირეს სხვათა შორის ეს ჯოხაძე, არა პატრიოტული კაცი იყო, რომელმაც თვითონ 10 კილო ხორცი იყიდა ბაზარში და 300 გრამი მოატყუა გამყიდველმა და როგორც ვერ დავინახე ვიღაც ამბობდა რომ დავნახულოთ თეთრით გადაგთო პატარა ნაჭერი რომ დაკლებული იყო ვითომ თუ რა ენამდვილად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე მის თქმა მინდა რომ ამის საფუძველზე ამ ალუდა ჯოხაძემ მასკენ რა ქვია დაწერა საჩივარი რომ ახან მე მომატყუე 300 გრამ ხორცში შეიძლება ჯემალ ციკლაურის ფინანსური დარღვევები ქონდეს და თქვენრა კავშირი გქონდათ ამ ხორცთან ვისი იყო ეს ხორცი გამყიდველი რომელიც მოვაჭრე იყო და ვაჭრე თქვენ არ გქონდათ კი მოვაჭრები ხოდგანა და ეხლა მაქსიმუმ ვიდეოში ჩანს მაგრამ გამოძიებაში რომ ქარელი მეჩხუბება რომ შენ ახარ თაღლითი რომ ხაღაცი მოვატყუე მე ვეუბნები კაცო მერაშუაში ვარ გამყიდველია ჯერ ერთი არც ვიცი მოვატყუა თუ არა და მერაშუაში ვარ არა შენ დასაჭერი ხარ მე მოკრება და მოკლედ ამის საფუძველზე შემოვიდნენ საგადასო სამსახური და შეამოწმეს და დამიდგინეს სახელმწიფოს დაუმალე ვითომ 300,000 ლარამდე იყო მაშინ ის გადასახადი. თანაც ახლა 300,000 იყო მაშინ გათვლილი ამ 4 წელიწადზე, ხო? და ამ 4 წელიწადში საგადო მომოწმევდა მე საგადასახადო რომელიც აქტებს წერდა და თუ რამე დარღვევა იყო ჯარიმე ვიხდით. მოკლედ ამის საფუძველზე დამაკავეს დამიჭირეს ორი სასამართლო სამთვიანი პატრონობა მომისაჯა. მე გავასაჩივრე თბილის დამიჭირეს უკვე რა ქვია მციხეს კაცო ერქვა გადანაკი რა ერქვა ამის როცა მეხუთე იზოლატ ხო იქ მციხეში მოვხდი და მეხუთე დაწესებულება ორთაჭალაში დიახ სხვათა შორის პირველი მეწარმე ვიყავი საქართველოში რომელიც დამიჭირეს სულ პირველი 4 წლის 23 თებერვალი რო დამაკავეს მოკლედ მე მინდა რომ ძალიან მოკლედ მას ვქნა მაგრამ რაღაცები მაშინ ხო ამის შემდეგ ციხეში ყოფნის დროს რა თქმა უნდა იქ დიდი ზეწოლები იქ ადგილობრივი შავი სამყაროს მიმართ ზოგი ფულს ითხოვდა ზოგი კამათლებს მოგაყრიდა წააგებული ზოგი ის თანაც პირობები მოგეხსენებათ მაგრამ მე გამიმართლა ის რომ მახალეების დროს არ ვიყავი თორემ მე ცოცხალი ვერ გამოვიდოდი მე რა ბაღათური იყო დიდი პატრონა კაცი ორთაჭალაში იყავით კი ორთაჭალაში მე რა ბაღათური კიდე ნუ ეგ ხალხი იყო რომ ცოტა გვერდს მიმაგრებდნენ რაც ჩუმად რა თქმა უნდა იმიტომ რომ უკვე ხო იქ მოგზავნები კიდე გეუბნებთ შემოდიოდა დღეში პროკურორი მიშა ქარელი ჩამოდიოდა მოაწერე ხელი ემასქენე ჩამოდიოდა გემ პროკურორის ამბავი მაგრამ ყველაზე დიდი პიკი იყო ის რომ არა ჯერ არ მომიწერია აი მას ვყვები ზუსტად კი ხელი მოაწერე სახელმწიფოს აჩუქე ქონება აჩუქეს სახელმწიფოს და ამას გთხოვდნენ ორთაჭალის ციხეში მოკლედ რა თქმა უნდა ვერაფრით ვერ დამიყოლი ეს და არ ვთანხმდებოდი მაგრამ ერთ-ერთ დღეს ღამე უკვე 11 საათი იყო 10 საათი ღამე პატრონი შემოვიდა და დაბარებული ხარ გემ პროკურატურაში მეუბნება ნუ გამოდივარ ბაღათურია კაპიტლებული დამხდა დანაშაული იყო ღამე უკვე გაყვანა პატრონის და გადამიყვანეს გემ პროკურატურაში მეშული იზოლატორისაც აიყო და მანამდე ფსიქოლოგიური ზეწოლა რო ვახსენეთ ეხლა იქ მიყვებოდნენ რომ ისი მეშული იზოლატორში დენსაბავენ სხვიზე დაბლა ადგილებში რომ გამოტეხონ ეს უკვე აი ზარით აკეთებდნენ ამას რომ შეფშინებული ვიყავით თუ რაღაც მოკლედ რომ გადამიყვანეს უკვე ვიფიქრე რომ მე საწამებლად მივყავდი იქ რა და ამიყვანეს
გენპროკურორის კაბინეტში ოქროაშვილი ეწერა იქ და მოკლედ დიდი ხანი ვიჯექი ალბათ დრო აღარ მახსოვს ალბათ 1-2 საათი მაგრამ არ მიღებდა ჯერ მე გამოვიდა მორიგე და მითხრა რომ საბძანდი თავის ხარ ეგეც ფსიქოლოგიური მომენტი იყო რომ გადამიყურეს მაგრამ იქიდან წამოვედი და არ შევხვდი ვერ შევხვდი არ შემოხვდი ბატონო ჯემალ პატიმარი ხართ ამ დროს კი პატიმარი ღამი საკანი გააღეს და გადავყევარ ეს იყავით ამ დროს მე-7-ში თუ სად იყავით არა მე-5-ში ხართ ამ დროს ორთაჭალაში ისევ და გადაგიყვანეს მეორე მხარეს სადაც იყო გენერალური პროკურატურა და თქვენ დაინახეთ რომ კაბინეტს ეწერა ოქროაშვილი და იქ მისაღებში იჯექით ბატონო მისაღებში იჯექით კი მისაღებში ვიჯექით ორკილები გეკეთათ არა მისაღებში უკვე აღარ მეკეთა რომ შევდიოდი მაშინ მოხდეს ბადრაგმა რომ ჩააბარა იარაღი მაშინ მოხდეს ორკილები ბადრაგი თან გახლდათ ბოლომდე იქ იჯდა მისაღებში და თანაც იქიდან ურეკავდა ციხის უფროსი რომ რა შვები ნარიულობდა იმიტომ რომ დარღვევა იყო რა თქმა უნდა დარღვევა ხო და არა ჯერ არ დაუძახე და 2 საათის მერე დაახლოებით გამოვიდა მორიგე და გამომიშვეს მოკლედ ამის მერე იწყება კიდეც სხვანაირი ზეწოლის ფაქტები ის თვითონ შემოდის პროკურორი ახალი დანიშნული გორჩი ვინც იყო მოყავს ნოტარიუსი თავის მოადგილე პროკურორისა და თხოვენ მოვაწერო ხელი ხონების შუქებაზე იქ ჩვენი საუბარი როგორც მოხდა იქ ნოტარიუსი ვინ იყო ხომ არ გახსოვთ მახარაშვილი იქ აი საბუთებში როდესაც პროკურორი ლაპარაკობს მახარაშვილი როგორც ციური ბერიძე არ იყო ესე იქ ბატონო არაფერი შემდეგ ხო აი ეს ყველაფერს წაგანაც ვახსენე სულ ყველაფერი ვიდეოთია გადაღებული და ნაჩვენები ყველა დაკითხულია ყველა პასუხობს ამას და მოკლედ მე არ მოუწერე ხელი და ამ დროს აი ძალიან ვთქვით ხალბატონო თექრო თქვენ წაიკითხოთ ეს აუცილებლად მინდა რომ ეს გაჩვენოთ რა შეიძლება აი შავი იმით რაც არის თქვენ წაიკითხეთ მე ეს პროკურორი რასაც ჩვენი საქმისა და პატარა მონაკვეთია თქვენ წაიკითხეთ უშენ აი შავად რო არის ერთი თვე მოსამართლე ვიყავი ამაზე ეს პროკურორი წერს კიდე ერთი თვე მოსამართლე ვიყავი და პროკურორიც გადმოსვლისთანავე დაკვეთები წამოვიდა ერთ დღეს ოქროაშვილმა მითხრა ჩახვალ ახლა ციკლაურთან თქვენზეა საუბარი ხელს მოაწერს და ექსაბუთი წამომიღეო თუ მოაწერა ხელი გამოუშვიო ჩავედი თბილისში და არ მოაწერა ხელი ანუ თქვენ ხელი არ მოაწერეთ მე არ მეუბნებოდნენ რომ მე მუშავა ციკლაურზე ქარელი იყო ამაზე მიმაგრებული მაგრამ მისი ცოლის დაჭერა დამავალეს ანუ პროკურორს დაავალეს რა კი თქვენ ხელს არ ეწერთ თქვენი მეუღლის დაჭერა ვუთხარი ოქროაშვილს ალბათ ირაკლი მე ქალს ვერ დავიჭერ მეთქი ხო და ბოლოს მოაწერა ხელი თქვენზეა საუბარი და ღამევე გავათავისუფლე დილით უკვე სახლში იყო რომ გამოვუშვი ოქროაშვილს ეწყინა მაგას გადაგდება უნდოდა ჩემიც და ციკლაურისაცო ამის შემდეგ უკვე დაიძაბა ჩვენი ურთიერთობა სულ 4 თვე ვიყავი პროკურორი ეხლა რატომ წაკითხეთ ბატონო მაშინ ქრონიკა იყო გაზეთი ქრონიკა იქ მისაკი ჩვენება და როცა ამ ხელის მოწერას თხოვდნენ მე დარწმუნებული არ ვიყავი რომ ხელს მოუწერე და მაინც გამომიშვებდნენ რა მაგრამ საბოლოო პიკი გახდა ის რომ უკვე ჩემს მეუღლეს ახან უკვე დაემუქრდნენ უკვე ყავდა ნაცნობობა და მომწერეს რომ ჯემალ იქნებ გადამალო შენი მეუღლე თორე წამალს შეუდებენ დაიჭერენ იქ სიძეებს და უწყეს დევნა შვილებს და მე მოვაწერე ხელი კი ბატონო ეს ხელმოწერა რომელ წელს ხდება ისე 2004-ში. იგივე წელია, 2004. 4 თვე და 3 დღე მომიწია ჯუდომასი. თებერვალში ხო დამიჭირეს და ივნისში 26 ივნის გამომიშვეს ხიდან. ღამის 3 საათზე გამომიშვეს სხვადასხვაშორის. ეგეც დახოვა. ამ დროს ციხეები ეკუთვნის იუსტიციის სამინისტროს, ხომ ბატონო სოზარ და მინისტრია ბატონი გიორგი პაპუაშვილი.
გიორგი პაპუაშვილი, სასამართლოს თავმჯდომარე. რომელსაც ბინა აჩუქეს, რა შეაჩუქეს, არ ვიცით. დღეს პროფესორი ახალგაზრდებს ასწავლის. ნეტავ თქვენი სისხლის სამართლის кейსი თუ აქვს ერთ-ერთ кейს თადით, როგორც თვითონ ეძახიან. შემდეგ ბატონო ჯემალ ციხიდან რომ გამოვიდი ქალბატონოთია, რატომაც ვიღაცა მომაწოდა აზრი რომ ერთი მაშინდელი კანონმდებლობით ეხლა არ ვიცი როგორ არის რომ გაჩუქებული ერთ წლის განმავლობაში თუ მოითხოვდი უკან დაბრუნებას, უნდა დაგებრუნებინათ, მაგრამ მოიხსენებათ ის 2000 წლები მაგათი ბატონობა ხან ხარვეზი დაადეს იმას ხანებას და დაიწყეს აგივე თავიდან მუქარები ისევ დევნა და ყადაღეს შემიქონება და ყველაზე მთავარი კიდე არის ის რომ ეს ხო ვაჩუქე უკვე და სახელმწიფოს ერთი წლის მერე შედის აი იმ პერიოდში როცა უკვე მე დავიწყე უკან დაბრუნებაზე შედის საგადასახადო ინსპექცია და აჯარიმებს ამ ორგანიზაციას სავაჭრო ცენტრი ერქვა და ეს 300,000 ლარი ისევ მე დამაწერეს. მე აბსურდ აღარა ვარ იქ ერთი წლის მერე ესეც დოკუმენტებში ჩანს ყველაფერი და ამ 300,000 ლარის დაბრუნებას მომდი როგორც 3 წელი დავდივდი სასამართლოში როგორც ჩამომეწერა ვეუბნები მაშინაც განხილვაში რომ გასულ რა დავაშავე მე დაჩუქები მაქვს უკვე შენ ბუღალტერს აქ ხელი მოწერილი ვეუბნები ჩვენ როგორ მე და შუაში ვარ ვეუბნები ხო ვაჩუქე ხო აღარ ვარსებო მოკლედ 3 წელიწადი ვდი ამ საქმეს და მე შემეხო ქონების სამინისტრი იყო რაღაც ჩამოვაწერეს მეწარმეებს თანხები და ამ პერიოდში ერთმა ჩემმა ახლობელმა ქალაქის მერი იყო სამხატვროში დამაწყებინა მუშაობა არავინ არ მიიღებდა სამუშაოზე რაღაც არ მისულიყავი სპეციალისტად დავიწყე მუშაობა და ხელფასს რო ვიღებდი ყველა დაყადაღებული ვერსეთი კაპიკი ვერ ავიღე ხელფასს 3 წელი ისევ მუშაობ სახანძრებში მე სახლის დაყადაღება მოიდომის შემ მაგრამ ერთი რაღაც მაპატიეთი შეიძლება ამდენად მართ სწორი რო თქვა ახლა მაგრამ ციხიდან რო გამოვიდი სხვაზე გადავაფორმებინა თუ ბინასაც მართმევდა ესე უსახკაროდ რჩებოდი ხო მე ცოტა ხანში გამოაცხადა ეკონომიკის სამინისტრო რომ იყიდება ეს ორი ცენტრალური ბაზარი მე ვითხოვდი რომ იქნებ არ გაიყიდათ ბატონ სუზართან კიდე ბრიფინგი მქონდა სხვათა შორის ამ თემაზე ბატონმა სუზარმაც მიმართა ეკონომიკის სამინისტროს რომ არ გაიყიდათ მაგრამ ვინგუდოყური გაიყიდა და მიყიდეს ვიღაც ისრაელის პროექტის მენეჯმენტი იყო რეგისტრირებული თესეუს შენობაში იყო ხომ ეს ჩიკობავას მეცნიერების ინსტიტუტის შენობაში მაგრამ როცა ჩემი ადვოკატი მივიდა მოძებნა იქ კაცშვილი არ მისულა არასდროს და ფიქტიურად ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია იყო რა და ესე მოხდა რა მე ვეღარ სამართალს ვეღარ მივიღწი ერთი რომ 2012-ში რომ დაიწყო გამოძიებაზე შევიტანე განცხადება და იქ ყველა აბსოლუტურად ყველა საბუთი რაც მე ხლა ვლაპარაკობ დოკუმენტალურად ვიდეო მასალით არის დამოწმებული გასაგებია მადლობა ბატონო ჯემალ კითხვები ბატონი სოზარი ბატონი ჯემალ სასამართლო პირველი სასამართლო როცა იყო როცა მე რამდენადაც მახსოვს მოსამართლე აპირებდა თქვენს გათავისუფლებას აი რა მოხდა დამავიწყდა ყველაზე მთავარი ქალბატონოთია აი ყველაზე მთავარი ნერვიულობა და გამომიჩა მოსამართლემ ერთხელ მითხრა რომ ხო როცა ციხეში მოვხდი მე კერძო ექსპერტი დავიქირები რომელმაც დაადგინა რომ 300,000 კი იყო 37,000 იყო ამ 4 წელიწადში დავრღვევოდა ეს 37,000 მაშინ ახლა კარგად გამიგეთ შემოსავლის ბიზნესი იყო ჩემი და თვეში გამოდიდა 800 ლარი რო გადამეხდა ახლა პრობლემა იყო როცა 15-20,000 მიჯდებოდა გუბერნატორებს ემიში კარგად გამიგეთ ახლა ის თემა არაფერი არ იყო ხოლმე მაშინ ჩემთვის მაგრამ უბრალოდ აქტები იყო დაწერილი რომელშიც არ ჩანდა რომ ეკნებ ესეც არ გამოგჩეთ როგორ გიჯდებოდათ და რატო გიჯდებოდათ ესეც რო გითხრათ საზოგადოებას ას გუბერნატორების შენახვა მიჯდებოდაო არა ნუ აი ხო პოლიციას დახმარება ჭირდებოდა იმას დახმარება ჭირდებოდა არა დავკონკრეტეთ ეს როგორ არის დახმარება რას ნიშნავს? ყველაფერს თავის სახელი აქვს, ხო? არა, მაგალითად აი გამოგზავნე ვიღაცა სისხლის გადასხმა ჭირდება ფერიდან, ვიღაცა აღონტყოს მე უნდა დამეფინანსები და იმას ჭირდება და ეს ხარჯები გროვდებოდა და აი მას ვიზახი რომ მაშინ პრობლემა არ იყო ჩემთვის ეს გადახდა რომ ყოფილიყო დაუშვათ 37,000 ჩემთვის სერიოზული თანხა გადასახდელი ამ 20 წლის განმავლობაში. ბატონჯობა, ვინ გიკავშირდებოდათ რომ დახმარება ჭირდება თუ იმ მიმართულებით? ბანა მაშინ მე არ მახსოვს ვინ იყო სანამ სააკაშვილი მოვიდა და მას ვლაპარაკობ. ერთი ადამიანი იყო ვინც
ამ ინფორმაციას გაწვდით და ამ დახმარებას გთხოვდათ თუ სხვადასხვა ადამიანები? მოსახლეობაც მოდიოდა თვითონ იქ ბატონო ჯემალი მაშინ მარტო ჩემი სამსახური მუშაობდა ძირითადად ეს უაყინული იყო ყველაფერი. მოსახლეობა მოდიოდა თვითონ დახმარებას ითხოვდა ასე კი. ხო და მოსამართლე მითხრა რომ თუ წარმოადგენ საიმპერატორული კანონი იყო რომ დამაწერეს თანხა გადახდა რომ დავიწყე მომცე 10 დღის ვადა. ამათ დღეში მე დავიწყე, გადახდა და მესამე დღეს დამებარეს და დამიჭირეს. დამაკავეს პროსურად. ხო და ამის მერე კომისია რა ქვია იმას კერძო ვინც ამოწმებს რა ქვია აუდიტი ხო აუდიტი მოვიდა მაგრამ დაადგინა რომ 37000-ია სულ ვერ დაწერდა უარსო დარღვევა არაფერი ყოფილიყო. მოსამართლემ მითხრა ამას გადახდა წარმომიდგინე და დარბაზიდან გათავისუფლებ. ველოდებით ჩანიშნულია სასამართლო ადვოკატი მოდის ჩემთან ველოდებით სასამართლოში ვზივარ ადვოკატი აგვიანებს და ბოლო-ბოლო არ ჩამოვიდა ადვოკატი როგორც გავიგე მე ეს ადვოკატი დააშინეს და არ გამოვუშვეს იქიდან რომ სასამართლოზე არ ჩამოსულიყო. და ყველაზე მთავარი კიდევ მე შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე ჩემ ოჯახის წევრებმა წამოიღეს ეს გადახდის ხვითე რომ გადახდილი მქონდა 37000 და მოსამართლე დგას აი ეს ზუსტად და კითხულობს განაჩენს გამოკითხვები და ამ დროს პროკურორი ზის და არ უსმენს სასამართლო პროცესს ვიღაცას ლაპარაკობს ტელეფონით. ხო და მოსამართლემ დაიწყო განაჩენის გამოცხადება და ერთი აბზაცი ხოდა დარჩენილი შემოწვევდა სპეცნაზი და მოსამართლე გაიყვანეს ხელის კვრით. მოსამართლე ხოცებოდა რომ იქნებ დამაცებოთ ერთი აბზაცი რა დამჭი არა ბომბია მაშინ რა ქვია სასამართლოში და უნდა დატოვა დარბაზი. კი მოსამართლე აპირებდა გადაწყვეტილების მიღებას რომ რა კი თქვენ გადაიხადეთ ის თანხა რომელიც კი 300,000 კი არ აღმოჩნდა დარღვევა არამედ 37000 თქვენ ეს ჩარიცხეთ და მოსამართლე გათავისუფლებდათ და სანამ წარმოთქვა მანამდე ვითომ ბომბი იყო და ცრაზმი შემოვიდა და გაიყვანეს ხელის კვრით. ჩაიშალა სხდომა. კი, ბომბიო მაშინ და სასამართლოში. მეორე დღეს ისევ წამოვიყურე სასამართლოზე და მოსამართლე ესე გამიგრძელა ისევ სამთვიანი პატიმრობა. ისე მეცე ხრები. ხრები აიჩიჩ. რა ვქნა? აი მაჩვენა. ბატონი ილია. რამდენიმე კითხვა მაქვს. ამ ქონების გარდა სხვა ქონება ქონდათ? ხო, აი ეს კაი კითხვა არის. სხვათა შორის გორის დილა არის ეგეთი ჩვენი ფეხბურთის სტადიონი, რომელშიც 11 კაცი ვიყავით ხოლმე მოწილე, მაგრამ ფაქტიურად შემოსავალი კი არ ქონდა. ფეხბურთელებს უთვლით ხოლმე თანხას, ხელფასებს რა მაშინ ჭირდა ხოლმე და რო გაიგეს რომ ეგეც მქონდა, ეგეც მომაწერიდეს ჩავაბარებინეს. ფაქტიურად ხარჯის მეტი არაფერი იყო ის, მაგრამ ეგეც მომაწერიდეს ხელ. და იყო კიდე მეორე ობიექტი საქონლის ბაზარში ძახნა, რომელიც ეხლაც მიგდებულია და ძალიან შორს არის და არავის არ ჭირდება. მაგაზეც ხელი მომაწერიდეს, რომ ერთ სიხისმე რო გამოვიდი და მომიტანეს და მომაწერიხე. ამ პერიოდში ეს თქვენი ისტორია რაც მოყევით, შეხება გქონდათ თუ არა საფინანსო ინსტიტუტებთან, ბანკთან, ან ხوار დატვირთეთ რამე ქონება არა არაფერი მქონდა აბსოლუტურად და აი რომ მოვიდნენ დასაყადებლად რომ მოვიდნენ აღარ დაგჭათ არაფერი დასაყადებლად ბინაც ხო გითხრა აღარ შემზე აღარ თუ ბინაცაც ემართებოდნენ რა უბრალოდ ერთი იყო რომ იმაზე შეხება მქონდა მაშინ როცა ეს ყველა დამაწერეს კიდე 300,000 მეორედ რომ მე აღარ ვიყავი მაგაზე მივდიოდი და ვაწუხებდი მაგრამ აზრი აღარ ქონდა არაფერი ვის ფლობელობაში გადავიდა მაშინ ხელი რომ მოგახსენებთ მე მაშინ მე სახელმწიფოს მაჩუქებინეს ნოტარიული აქტით და მე გაიყიდა და არის ესეთი ოფშორში დარეგისტრირებული ისრაელის კი სახელმწიფომ გაყიდა დი სხვათა შორის ბატონმა ჯემალმა რას ბრძანა ბრიფინგის ჩატარება რომ არ უნდა გაყიდულიყო ეს შენობა ამას ჩვენ ხშირად მიმართავდით სახალხო დამცველი მესაკუთრეებთან ერთად ვისაც ართმევდნენ ქონებას ვატარებდით ასეთ ბრიფინგს ასეთი იყო მაგალითად თბილისში ამ გოგირდის აბანოები როცა ჩამოართვეს თავის ფლობელებს და ამას ჰქონდა ერთ-ერთი მიზანი მათ შორის ისიც იყო რომ თუ
კლასიკა ეგ გქონდათ რა აჩუქებინებდნენ სახელმწიფოზე, მერე ვითომ გადაყიდეს და კეთილსინდისერი მყიდველი და კეთილსინდის მყიდველს რო სცოდნოდა, რომ ვერავითარ შემთხვევაში ის ვერ იქნებოდა კეთილსინდისერი მყიდველი, იმიტომ რომ ეს იყო წართმეული ქონება და რამდენადაც ვიცი თქვენგან ვიცი ეს უკვე, დღეს ეს ქონება რაღაცნაირად ისე მერიის ბალანსზე თუ ცდები. ბოლო შეკითხვა ვერ გავიგე ბატონო ზუზან. ეს ქონება ვის მფლობელობაშია დღეს, ვის ბალანსზეა? ეხლა? დიახ. საკუთრებაში. ეხლა საკუთრებაში მოგითხართ ეს ისრაელი ოფშორ შეხვედრა. დღეს. დღეს არის გაპარტახებული, დანგრეული, სხვადასხვა ეხლა არის იმისი, რა ქვია, მერის საკუთრებაში. ის დანგრეულია რა, მოხდა იცით, თუ საინტერესო იქნება. როცა სააკაშვილი იყო, მაშინ ეს ადგილი უნდათ რაღაც ისტორიულ ძეგლად გამოყენება იქ რაღაც ცხეთაში როა დაუშვათ იქ ტურისტებისთვის. ხო და ამ დროს ისინი გადაიყვანეს ქალაქის იმაში, რა ქვია, გარეუბანში. მოსახლეობა არ გადიოდა, იმიტომ რომ ძალიან შორს იყო იქ, არავინ არ წავიდოდა და მოხდა ესეთი ფაქტი, რა ესა ჭორის დონეზე ვიცით, ფაქტებით არა, მაგრამ რომ დაანგრიეს, ჩამოანგრიეს პენკელები, ძელი სიმყარებზე დიდი კონსტრუქცია და ახლა დაინგრა ბოლო-ბოლო გამოვიდნენ იქიდან და გადავიდნენ იმ მხარეს. იმის მერე დგას ეს ობიექტი და როგორ ეცე ნაგვის ბუდე, დანგრეული, მინგრეული საშინელ მდგომარეობაში. ისე რომ ეს ფაქტიურად მე როგორღაც რა მოხდა, არ ვიცი, რანაირად მოხდა, დღეს ებრუჩი შეიძლება შეხვიდეთ ნახოთ, მერის ბალანსზე არის ებრუჩის. ერთს დავაზუსტებ, კიდევ თქვენ ახსენეთ გორის დილის სტადიონი, იყავით რამდენიმე პარტნიორი. აი დანარჩენი პარტნიორები, აი მე აღარ მახსოვს შეხება. აი კი როგორ იყო კარგად, მაშინ ესე დრო იყო ბატონო რომ ფეხბურთელს ხელფას გადახდა უნდა და თქვენია რამდენიმე კაცი ვიყავი და ხელფას უხდით, მეტი არაფერი ინტერესი არ იყო და არც კი მჭირდებოდა მე. ხო, მაგრამ ეს ხო გაფორმებული იყო ეს მათი პარტნიორი. ახლა გამახსენეთ ხო შეიძლება არც კი მახსოვდა. და იმ დანარჩენი პარტნიორები დარჩნენ იქ. არა, სულ ყველას იმას ახდე, სულ ყველას. სულ ყველა მე ვიღაც ერთ პიროვნებამ შეიძინა, არ ვიცი რა. ესეც სახელმწიფოზე გადავიდა თუ კერძო? არა, კერძო არ ვიცი ზუსტად ვერ მოგახსენებთ, კერძოა მგონი. თქვენ ბრძანეთ რომ აი ძველი ორთაჭალის ციხე მეხუთე საჟილ აღსრულების დაწესებულება. როცა იქ იყავით, ახსენეთ პირები, თანამდებობის პირები, ვინც თქვენი თქმით იქ შემოდიოდნენ. თქვენ ალბათ იცით, დარწმუნებული ვარ, რომ საჟილ აღსრულების დაწესებულებაში შესვლა არის კანონით გათვალისწინებული და გათვალისწინებულ პირებს შეუძლიათ იქ შესვლა და გათვალისწინებული წესით ასევე. თქვენ ახსენეთ კონკრეტული პირები, თანამდებობის პირები, რომ იქ შემოდიოდნენ და მე მგონი რომ ხელი მომეწერა დოკუმენტების შემოქმედებაში. ეკნებ თქვათ ვინ იყვნენ ეს კონკრეტული პირები, სახელმწიფოები, თანამდებობებით, მაგრამ კი ბატონო. პირველ რიგში მიხეილ ხარელი არ მასვენებდა, თითქმის კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა და მეუღლე მოვაწერე, მაგრამ ამას ხვდებოდით. კი, გუბერნატორი იყო შიდა ქართლის. და ამას ხვდებოდით ხოლმე დირექტორის კაბინეტში და იქ მესაუბრებოდა, ბიჭო, მოვაწერე ხელი რა მოგივიდე რა თავს იკლავ. მოკლედ, მოდიოდა, შემოვიდა გენპროკურორის მოადგილე, გვარი აღარ მახსოვს, როცა პროკურორი ოქროვაშვილი იყო პროკურორი, მაგის მოადგილე. რაღაცა ეგრე მახსოვს, ისიც საყვარელიძე იყო, მაგრამ საყვარელიძე მაშინ რომელიც ახლა უკრაინაში, სხვა საყვარელიძე ლაპარაკი. მგონი ეგრე მახსოვს, თუ არ ვცდები. ისიც კაბინეტში დირექტორთან ეს პროკურორი შემოდიოდა ხოლმე და ეს მისი მოადგილე და ნოტარიუსი ის უკვე ცალკე ოთახს გამოგიყოფდნენ ხოლმე იქ მესაუბრებულე და მარიგებდნენ რომ ჩააბარე. ისე რომ ალბათ შემოსვლის თარიღები და იქ რაღაცებიც იქნება ხო რომ ისე ხوار შემოვიდოდნენ რა ვიცი. უფლებას არ ვიცი. ბოლოს რამ გაიძულათ, რამ გადაგაწყვეტინათ რომ შანსი არ გქონდათ რომ არ ჩაგებარებინათ. კი არა, იმიტომ რომ უკვე ოჯახში ეხნენ უკვე და დავინახეთ თანაც ეს რა თქვენ წაგაკითხეთ ქალბატონოთია. რაც ვეწაი ეგ რომ მოვისმინე უკვე მეთქი აქ სერიოზულად რომ მეუღლის დაპატიმრებით დაგემუქრნენ. კი და აი მერეს რომ უკან დაბრუნებულ პროკურორს დაავალეს რომ დააკავე მისი დაიჭირე როგორც წამალი ეპიდემიურ დღეს წამალი შევდა ჩაუდოთ და მისი მეუღლე დაიჭიროთ აი ესე იყო კი ბატონო კარგი ბატონო ჯემალ თქვენ ხო არ გნებავთ რაიმეს თქმა ან კითხვა ხომ არ არის წევრების მხრიდან
თქვენ რამდენი წლის იყავით იმ დროს თუ საიდან? მაშინ ვიყავი 52 წლის. არა 50-ის და კი 50-ის. ჯანმრთელობის მხრივ ციხეში ყოფნამ ხომ არ შეგილახათ ჯანმრთელობის თქვენ? რა თქმა უნდა, ბალოდონთია. ერთუჩი მარცხენა თვალით ვეღარ ვხედავ. დაბრმავდი საერთოდ. ძალიან მოკლედ, ძალიან ფსიქოლოგიაში ვიყავი ხოლმე დათვირთვაზე და საერთოდ მე ინსულტმაც იმას sakna და ცოტა ლაპარაკი მიჩის თუ აგვირდებით. მე იქ რაღაცები იმას მოყვა ისოს რაღაცა სხვა მოყვა და ჯანმრთელობა ძალიან შემერყარა ნამდვილად. ძალიან შედეგულობა. თქვენ თუ ყოფილხართ მოწმე ვინმეს თქვენი თანამოსაკნის ან სხვა პატიმრის ცემის წამების? სხვათა შორის რო ვადარებ ეხლა ახალების შემდეგ რაც ხდებოდა ციხეში და იმაში შედარება არ არის, მაგრამ აიქაც შემთვალწინ მეორე კოიკაზე ვიცექი მე და პირველ კოიკაზე ღამე შემოიყვანეს ვიღაც კაცი, რომელსაც ჩვენ თვალწინ როგორც გასაბირი ბურთი რო გაბეროთ, იბერებოდა მულცელი. ურტყავს ხელებს იმაში, რა ქვია, გარებზე რო მოეხედათ იმას და კაჩვილი არ შემოვიდა, სანამ არ გათენდა და არ ყურადღება არ მიეცა, რაც მე ჩემი თვალი დავინახე. ისე საკანში 12 კაციანში 52 კაცი ვიყავით. 15 კაციანში რამდენი იყავით? 12 კაციან საკანში ვიყავით 52. 12 კაციანში 52 და როგორ გეძინათ? გეძინა იმით მორიგეობით. აი ჩემი ჯერია გააუზა. თქვენ რამდენი საათი გქონდათ კოტა ასე? მე საერთოდ არ მეძინა თუ დამიჯერებთ რა. მე წამალი შემოვატანე ჩემი ოღლის, რომელიც ნარკოტიკი არ გეგონდათ, უბრალოდ თიშავდა და ერთ საათზე გავთიშავდა ხოლმე და აიბაში თუ მივწებოდი ეგრე და დაანჩეს ვერ ვიზინებდი, აი რანაირად დამეძინა, საჭმელს ვერ ვჭამდი. მთელი ამ 4 დღის განმავლობაში ალბათ შეიძლება მქონდეს 1-3 სველი წერტილი გქონდათ საკანში? სველი წერტილი საკანში. აი, სწორედ ეგ დამასწარეთ. სხვადასხვა სადაც მე ვიყავი, რომელ საკანში მე ვიჯექი, ეს ისე ჩვენი ციხის უფროს დამსახურება ყველაზე უკეთესი საკანი იყო. ამ 52 კაცი რო ვიყავით, რომელშიც სველი წერტილი იყო და მაღლა ამ ტუალეტის მაღლა იყო ხოლმე კასრი პლასმასის ძებოდა ხოლმე ის რა ქვია კეპიცელის რო ეძახი და თუ სხვაგან მე ხლა შესული ვარ იქადვე და დამიძახებდნენ ხოლმე იქ ვიღაც შავი სამყარო გამიყვანა ეგრე იქ იყო საშინელება რა ვიცი ეყარა ყველაფერი სუჩან და ვიმე საშინელება რასა ეს სველი წერტილი რით ფარდით იყო გამოყოფილი კედლით? არა ეს იყო აი საცა მე ვიყავი რომელი კამერას იყო ის იყო ნორმალური შედარებით რა იმიტომ რომ შავი სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ აბა რატო არა მე სადაც გადამიყვანეს მე ვიცი რომ არავის უთქვია მაგრამ ისე დირექციის დამსახურება იყო რომ ნორმალურ პერიოდებში მეცხოვრე შედარებით თორე ის სხვაგან ხო გამიგია ვიღაცას გაუყვანებარ იქ საქმების გარჩევა და უწყიათ ციხეში აი შენ რატო ესე შვები რატო არა ბარებ და როგორ იმაში იქი დამინეხია უკვე რომ იმ კამერაში ცუდად უარესი პირობები იყო და თქვენ ნორმალურ პირობებს ეძახით რომ არ გცემდნენ რიგრიგობით გეძინათ 12 კაციან საკანში 52 კაცს და წლის გადავლების საშუალება იყო დიახ და სხვათა შორის ერთხელ მოგვიწია გასეირნებაზე გაყვანა ერთხელ რამდენ ხანში ერთხელ ამ 4 თვეში ერთხელ რაც ვიყავი ერთხელ მოგვიწია გასეირნება და ცუდად გავხდით პატიმრები იმიტომ ისე ვიყავი შეეულები ამ იმას უჰაერობას აი ხო ხვდები და ჰაერზე რო გამოვიდით ვეხოცებოდი დაგვებრუნეთ უგანო რა კი ბატონო ხო სხვათა შორის მე იმ ბიჭებს შევხვდით რა რო ეძახით იმ მაგარ ბიჭებს გარე და უთხრა რას მერჩევდით მეთქი მე უთხრა ვინ ბიჭებს გულისხმობთ? აი შავი სამყაროდან იმის სახელი გვარები რა ზოგი კაპელის მაყურებელი იყო ზოგი ვითომ რა იყო მე ხო არ ვიცოდი ხო და რას მერჩევდით ხო და ჩემალი რა უკვე ჩვენ არაფერშუაში არა ვართ კარცერიდან თავს არ გამოგვაყოფინებდნენ როგორ არ მოქცეულიყავით შენ ნუ შესაძლოა ვიკეთებდნენ როგორ მე იქნება მეწერა ხელი რა აღარ მეძავწრული მანდ ამ რაღაცებზე ხო რო გეკითხა შავი სამყარო ჩვენო გავანადგურეთო და მე ბატონ ჯემალწიკლაურს ჩაგრავდნენ საკანში ეს ჯერ 2004 წელია თუმცა შემდეგ წლებშიც აი თითქოს ძალიან რო ებრძოდნენ შავ სამყაროს მაშინაც ზუსტად იგივე იყო მათი ხელმძღვანელობა მათი ხელით ძალიან ხშირ შემთხვევაში და ტერორი ჰქონდათ სხვა პატიმრებზე გამოცხადებული. და ბარემ ერთსაც ვიტყვი მეხუთე საპრობილეზე ეს ჯერ კიდევ 2004 წელია, როცა იმდენი პატიმარი არ არის. ანუ 2004 წლის დასაწყისში იყო 6000 პატიმარი. რამდენიმე წელიწადში ამან გადააჭარბა 24000 პატიმარს. 6 ჯერ გაიზარდა რამდენიმე წელიწადში და
ამ სწორედ ამ მეხუთე საპრობილეში მე ვარ ნამყოფი საკნებში, სადაც იყო 18 საწოლი, ზოგან 20 საწოლი, 2-3 სართულიანი წარმოიდგინეთ რამხელა ოთახი იქნებოდა და სადაც იყო 125 პატიმარი და მომდევნო გამოთქმაზე ღია ტუალეტი, აი მეტი არაფერი, არანაირი განიავების საშუალება და არანაირი დაბანის საშუალება. კი ბატონო, თუ აღარ არის შეკითხვები, ჩვენ გვინდა ბატონ ჯემალს მადლობა გადავუხადოთ პირველ რიგში მობრძანებისთვის. ვუსურვოთ ჯანმრთელობა და ვიქონიოთ უფლება რომ და იმედი რომ დასკვნის შედგენის დროს ან მანამდეც თუ თქვენგან დაგვჭირდება დამატებითი ინფორმაციები, თქვენ იქნებით კვლავ მზად ჩვენთან თანამშრომლობისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე უნდა მოგახსენოთ რომ ამ დროს მოვესწრებით რომ შეიძლება ამაზე გველაპარაკეს ღიად რა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. სამდივნოს ვთხოვ ბატონი ჯემალი მიაცილოს გასასვლელამდე კომისიის წევრებს მადლობა გადავუხადო და ჩვენ ხვალ